ზურაბ ტარღაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ დავით რუსიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით მყოფი ღარიბაშვილი გუშინ სამართალდამცველებმა საკუთარი სახლიდან საღამოს 9 საათისათვის დედასთან ერთად წაიყვანეს და როგორც ოჯახს განუმარტეს გასაუბრების მიზნით. ღარიბაშვილის ოჯახის წევრები თბილისის მთავარ სამმართველოში ადვოკატის შეშვებას ითხოვდნენ. დაკითხვამ ადვოკატის გარეშე ჩაიარა, ღარიბაშვილი დილის 4-ის ნახევარზე გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ვლადიმერ გამნეკელაშვილის განცხადებით სამართალდამცველებმა მოწმის დაკითხვა კანონდარღვევით ჩაატარეს. ბრალდებულ რუსიშვილის ადვოკატი თეიმურაზ მაგრაქველიკიძე კი მომხდარს მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლად აფასებს. მისი განცხადებით მოწმეებისა და მათ შორის ღარიბაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ რუსიშვილს ტარღაშვილიც არ მოუკლავს და ამ ფორმით დაკითხვით სამართალდამცველები ღარიბაშვილზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდნენ. ზურაბ ტარღაშვილი რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 17 ოქტომბერს მოკლეს. გამოიკვეთა ის, რომ დავით რუსიშვილს არავითარი შეხება არ აქვს აღნიშნულ ფაქტთან. 2011 წლის 17 ოქტომბერს მოხდებულ რუსთაველის პროსპექტზე ზურაბ ტარღაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არავითარი საერთო არ გააჩნია და არავითარი შეხება არ აქვს, რასაც დადასტურებული იქნა და გამაჩნია დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებები. მათ შორის დღეს მოყვანილი აქ ახალგაზრდა ქალბატონი ღარიბაშვილი ეკა, რომელიც აძლევს ჩვენებას, რომ ნახა 2011 წლის 17 ოქტომბერს 15 საათსა და 5 წუთი, ესე იგი 14 საათსა და 45 წუთზე გრიგრიბოედოვის ქუჩაზე მივიდნენ სამმართველოს თანამშრომლები მასთან სახლში და წამოიყვანეს სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხად. მოვედი სამმართველოსთან, არ გვიშვებენ შენობაში, შიგნით თვითონ მორიგესაც თხოვე, რომ დაკავშირებოდათ ზემოთ, ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს, რომ მორიგემ ასეთ პასუხი გაგვცა. დანარჩენი გავიგე მისი მშობლების მხრიდან, თუ როგორ მივიდნენ სახლში, წამოიყვანეს ბავშვი, არ მოგცეს ტელეფონზე დარეკვის საშუალება არც მე დედას და არც ჩემს შვილს.